მე როდესაც გავიგე, რომ დღეს აქ შეხვედრა გქონდა თბილისს და თბილისელებს, აქ უნდა ერთმანეთს შევხვედროდით, ეს იყო კიდე ერთი მიზეზი, რომ სიხარულით გამოქცეულიყავი ამ არაჩვეულებრივ ადგილას, სადაც გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა. და რაც შეეხება რედაქციას, რომელზედაც ახლა თქვენ მე მეკითხებოდით, ეს რედაქცია ჩემთვის უსაყვარლესია, იმიტომ რომ ჩემი ტელევიზიაში მოღვაწეობის პერიოდში, სულ ახალგაზრდობის წლებში დაარსდა ეს გადაცემა თბილისი და თბილისელები. და მე როდესაც დავწერე სიმღერა, როგორ გითხრა, მიყვარხარ. აი თითქმის ამ რედაქციასთან ერთად დაიბადა და ეს სიმღერა მიდიოდა ხოლმე როგორც ქუდი ამ რედაქციის. მუსიკალური ქუდი და აქედანაც ალბათ გახდა მერე პოპულარული. აქ იყო მშვენიერი მოედანი, სადაც თამაშობდნენ კალათბურთს ტოგრიკა, ასტამურა, ეს იყო ჩემი თაობის არაჩვეულებრივი ახალგაზრდები. ვიკრიბებოდით, იყო სიხარული, სიხალისე. აი ეს თუ დაუბრუნდება ქალაქს დღეს ამ ძიმე მდგომარეობაში, ეს არის ალბათ პირველი მიზანი თქვენი საზოგადოების და მე მივესალმებით ელიგურდას. ვისურვებდი, რომ იმ თბილისელებთან ერთად, რომელიც ძველ ნამდვილ ნახტაობას წარმოადგენენ, წარმოჩინდნენ ჩვენი თაობისა და უფრო კიდევ უმცროსი თაობის თბილისელებიც, მათი ცხოვრების ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილები უნდა იყოს და კარგი იქნება თუ ეს წერტილები ყველა თაობის მომავალი წარსული გადაკვეთს ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს მაინც სამივე ერთია და ეს ამას